გამარჯობათ, რუსულ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა როლიკები, YouTube-ზე არის ვიდეო როლიკები, სადაც უკვე საუბარია ნამდვილ აფხაზებზე, კერძოდ შერვაშიძეზე იყო საუბარი და იქ საუბრობენ, რომ ნამდვილი აფხაზები არიან ქართველები. რასაკვირველია ეს ასეა, ის აფხაზები, რომლებიც იქ ჩასახლდნენ, ეს არძინბა, ვიძბა თუ აგრბა თუ ტარბა თუ რაც ესენი არ არიან აფხაზები, ისინი არიან ჩრდილოეთ კავკასიელები, რომლებსაც შეცვალეს იქ აზროვნება და გახადეს აფხაზი ანტიქართული აზროვნებით. დამოუკიდებელი აფხაზეთი კიდე არ აუშავს, მაგრამ მაინც დიდი თავის ტკივილია, იმიტომ რომ დამოუკიდებელი აფხაზეთი გარწმუნებთ, რომ საქართველოს შეასწრებს ნატოში. მე ამაში გარწმუნებთ. და მასთან მაშინვე დაიწყება მუშაობა სპეცსამსახურების ინგლისიდან, საფრანგეთიდან. და ეს იქნება რუსეთისთვის ძალიან დიდი თავის ტკივილი, რაც რუსეთს არ უნდა. რუსეთს არ უნდა აფხაზეთის დამოუკიდებლობა არანაირად. ეს არის ტყუილი, რომ იქ ჯერთ იქ სამუდამოდ არ არის აღიარება, რა გარკვეული პერიოდით არის აღიარება. მეორეც კიდე ის ქვეყნები, ვინც აღიარა აფხაზეთი, ისინი იყვნენ საფრანგეთის პროტეჟე ქვეყნები, ხო? ეს ყოფილი კოლონიები, ყოფილი ახლა რას ქვია? მათი პროტეჟეები, სადაც მათი მმართველობა ისევ არის და სადაც მათი გავლენა ისევ დიდია. ხო, მოგეხსენებათ საფრანგეთი როგორ ნეგატიურ როლს თამაშობს საქართველოს ბოლო დროინდელ 35 წლიანი ისტორიაში და რაც უნდოდა საფრანგეთს, მადლობა ღმერთს, რომ ეს გეგმა ჩავარდა, საქართველო არ დაიშალა და ეხლა საბოლოო, ესე იგი, ლურსმანი ჩაეჭედება საფრანგეთის ინტერესებს ირანში, თუ ირანში და ალბათ თუ კი არა უკვე მე მგონი დასრულდება იქ ფრანგული რეჟიმი და მოვლენ დემოკრატიული ძალები ირანში. უკვე ვისაუბრე, რომ ჩვენ მეფეც არ გვაწყობს, იმიტომ რომ მეფე იქნება ინგლისის რბილი ძალა. და ახლა გავაგრძელებ ისევ აფხაზეთზე. ვთქვი, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა დიდ პრობლემებს შეუქმნის რუსეთს, მაგრამ აფხაზეთი რუსეთის შემოადგენლობაში უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის რუსეთს, იმიტომ რომ რუსეთს ისედაც უჭირს ჩრდილოეთ კავკასიის გაკონტროლება და ეხლა აფხაზეთის რო დაემატოს ჩრდილოეთ კავკასიას, მთელი ჩრდილოეთ კავკასია წავა აფხაზეთში, მოსახლეობით იქნება ეს თუ ინტერესებით თუ ფულით და რასაკვირველია ამას დაავალებენ დასავლეთიდან ინგლისი დაავალებს მაგალითად ჩეჩნებს და ვერავინ ვერ დაუდგება ახლა იქ მიწების შესყიდვას. ჩეჩნები იქ წამოაძახებენ კიდევაც ჩვენ გეხმარებოდითო და რას ქვიაო და იქ შეტაკებები იქნება და იქ მოსკოვიდან იქ ინგლისის აგენტურა ხელს შეუწყობს ამ ყველაფერს. მოკლედ აფხაზეთი 40-50 წლის მერე უკვე მუსულმანური იქნება. მისი მოსახლეობა იქნება მაქსიმალურად არაქართული, არააფხაზური. იქიდან აფხაზებს გამოყრიან, ნაღდა აფხაზებს გამოაგდებენ ქართული გვარებით ვინც არიან, თორე ეხლა არძინბა და ავიძბა და ვიღაცები მუსლიმები დარჩებიან, რასაკვირველია. იქ ჩაასახლებენ თურქეთიდან თურქეთში მყოფ აფხაზებსაც და მთლიანად ჩრდილოეთი კავკასია, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე ჩამოშორდება რუსეთს, საზღვარი გაივლის მდინარე დონზე. საქართველოს უკვე ალყაში მოაქცევენ და მოინელებენ, თუ არ მოინელებენ, მაშინ ჩვენ ესე იგი დავდგებით იმ არჩევანის წინაშე, რომ რადგანაც რუსეთი უკვე აღარ იქნება ჩვენთვის და ფიზიკურად ვეღარ იქნება ჩვენთან, და რუსეთი ახლა ჩვენ და რუსეთს შორის იქნება სტავროპოლის მხარე, ჩრდილოეთ კავკასია. კრასნოდარის და სტავროპოლის მხარე, მთელი ჩრდილოეთ კავკასია. კრასნოდარი არმენების არის, ესე იგი იქ ატაშე წავდათ, ატაში კონსული, წარმოგიდგენიათ კონსული რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ საკონსულოს მანქანაში შეიძლება გადაიტანო იარაღი, ფული, ანუ როგორი შავი ფული ტრიალებდა, რომ საკონსულო გახსნეს და იქ ანუ როგორი დიდი გავლენა ქონდა სომხურ ქონდა კი არა აქვს კიდევაც დიასპორას.
კრასნოდარში, რომ მან კონსული წავდა არმენიის საელჩოს, რომ ეს პირდაპირ ნიშნავს შავ ფულს და შავ იარაღს. პირდაპირ. რუსეთს ჩამოშორდება ეს მიწები, რუსეთი ჩვენამდე უკვე აღარ მოაღწევს. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან კარგია, ჩვენ ინტერესებშია, რომ ყირიმი გადავიდა რუსეთში და ის მიწები, რომლებიც ახლა უკრაინაში არის ოკუპირებული რუსეთის მხრივ, საქართველოს ეს აწყობს ყველანაირად, რომ ის გადავიდეს რუსეთის შემადგენლობაში, იმიტომ რომ აი ხალხს არ კონდეს წვდომა ყირიმზე, იმიტომ რომ ყირიმში უკვე შედიოდა თურქეთი. ნუ რავი, ნუ იფიქრებთ, რომ მე ახლა უკრაინის წინააღმდეგი ვარ. არა ვარ მე უკრაინის წინააღმდეგი, მაგრამ უკრაინა ვერ უზრუნველყოფდა ყირიმის ესე იგი ჩაჩუმებას და ყირიმის დაჭერას. უკრაინა ყირიმს ვერ დაიჭერდა ვერანაირად, იმიტომ რომ თურქეთი, ინგლისი, საფრანგეთი აჯობებდა უკრაინას ყველანაირად, ნუ აჯობეს კიდევაც, რა მოაწყვეს, ხო? ამიტომ იქ რომ არის რუსეთი, ეს ჩვენთვის რაღაც გარკვეული გარანტიები არის, რომ საფრთხე არ დაგვემუქრება ყირიმიდან, არ გადმოვა საფრთხე ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდეგ აფხაზეთში, ხო? უფრო დიდი უბედურება ჩვენთვის ის იქნებოდა, რომ რუსეთი უკვე მართლა ეს სომხეთის ბაზა მთლიანად იქნებოდა ჩაკეტილი. რუსეთი აქ უკვე იძულებული იქნებოდა, რომ აქედან გასულიყო. ეს გამოიწვევდა არმენიის ძალიან დიდ, ესე იგი, გაძლიერებას, შემოვიდოდა საფრანგეთი, ინგლისი, რასაკვირველია აქ იქნებოდა ეს მთავრობები, ხო, ეს დემოკრატიული და რაღაც. მე გაჩნდებოდნენ ვიღაც მეგრული ენის, ესე იგი, გულშემატკივრები და სამეგრელოს ავტონომიის გულშემატკივრები. შეიძლება ეს უცებ მომხდარი იყო, შეიძლება ეს ძალით მომხდარი იყო, ომით და დაუშვათ, ხო? თუ ყოველ შემთხვევაში ახლა მოხდებოდა თუ დროში გაიწელებოდა, საქართველო მაინც განადგურდებოდა და ნუ მოტყუებული მეგრელები რასაკვირველია იქნებოდნენ საქართველოს წინააღმდეგ, მოითხოვდნენ ავტონომიას, დათანხმდებოდნენ ამას ყველაფერს, იქ მეგრული ენა, ასე თუ ისე, მაგრამ 50 წლის მერე არმენია მთლიანად გადაუვლიდა სამეგრელოს. მე ეს უკვე მოგიყევით, იქ უბრალოდ გაიყვანდნენ იქიდან ახალგაზრდობას, მიცემდნენ საფრანგეთის ბინადრობებს და 20,000 ოჯახი, 30,000 ოჯახი რო გაიყვანო სამეგრელოდან, იქ აღარავინ აღარ დარჩება უბრალოდ. ვინ იტყვის მაგაზე უარს? ხომ ესია 20,000, 30,000 იქ ინგლისი გაიყვანს 10,000, 20,000 ოჯახს, ხო? 50,000 ოჯახს საერთოდ არ იქნება სამეგრელოში და ძირითადად ახალგაზრდებს ვის გაიყვანენ ახლა? 60 წლის ხალხს ისინი არ გაიყვანენ, ხო? წაიყვანდნენ ახალგაზრდებს. მიწები გაიყიდებოდნენ, იყიდნენ არმენები, იყიდნენ ეს ინდუსები, იყიდნენ რასაკვირველია, იმიტომ რომ ეს გზა ამუშავდებოდა ეს ინდოეთი, ირანის, სასომხეთი და ნუ ჯერჯერობით სამეგრელო, მაგრამ ჯავახეთი და სამეგრელო, მაგრამ მე ის აღარ იქნებოდა და იქნებოდა ირანიდან შავ ზღვამდე იქნებოდა სასომხეთი. არმენია იქნებოდა უпроსტოდ, იმიტომ სასომხეთი როგორც ასეთი არ არსებობს ჩემი გაგებით. იმიტომ რომ არმენებმა გადაუარეს სომხებს და მოინელეს, ასე ვთქვათ. სომეხი ერი აღარ არსებობს, არსებობს უკვე არმენი ერი. სომეხი ერი თუ არსებობს, ისინი არსებობენ საქართველოში, რომლებაც მოასწრეს აქეთ გადმოსვლა და საქართველოს, ასე ვთქვათ, ფრთის ქვეშ ყოფნა და ზოგმა მერე გვარი გადაიკეთა და ასე შემდეგ. აი ესენი არიან ნამდვილი სომხები, ვინც არიან ჩვენი ძმები, ვინც არიან ჩვენი ნაწილი, ვინც არის. ესენი არიან ნამდვილი სომხები, ხო? და არმენები, რომლებიც იქ მოვიდნენ და მერე გადააჯიშეს ყველაფერი, ნუ ის სხვა ძალაა და მას სხვა დანიშნულება აქვს, ის არის პროექტი. ეს არის პროექტი. ნუ იმედია სომეხი ხალხი გადარჩება და ჩვენ აუცილებლად ამაში დავეხმარებით ქართველები, აუცილებლად. მე ამის დიდი იმედი მაქვს და რა ვიცი, ჩემი ოცნებაა ეს, რომ ჩვენ ერთად ესე ხელი ჩაკიდებულები ვიბრძოლოთ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის, ხო? მოკლედ, ბევრი სალაპარაკო ძალიან ბევრი მაქვს ხოლმე და ვერ ვატევ რა, იმიტომ რომ ეს საკითხები ისე ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ თუ არ იცი და ეს ერთ მთლიან სურათს თუ ვერ ხედავ, ვერ გაიგებ და
საქართველოში აზროვნება არის აი ესე კონკრეტული რაღაცა ის რუსი შემოვიდა ოკუპანტია, ესე იგი მტერია და ესე იგი, ესე სწორხაზოვნად არ არის საქმე. კი, ოკუპანტია რუსეთია, მაგრამ ის ხო რუსეთია. და რუსეთი თვითონ არის ახლა ოკუპირებული და იმედია დააღწევს ამ ოკუპაციას და ჩვენ ასევე რუს ხალხთან ერთად უფრო უკეთეს და უკეთეს მომავალ შევქმნით ჩვენი თაობებისთვის. რაღაც გამოცოცხლება იგრძნობა, რაღაც ძალები უკვე ამუშავდა რუსეთში, რომ უკვე ამზადებს რუსულ საზოგადოებას იმისათვის, რომ ყველა აფხაზი არ არის, ვინც ყვირის, რომ აფხაზი ვარო და ნამდვილი აფხაზები ესენი არიან ქართველები. და დადგა ის დრო, მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამით და რაფრის მოგონება არ არის საჭირო ხალხო, ჩვენ უბრალოდ აი ხალხმა არის ის დაკვირვება და ხალხმა არის ის ფიქრი. აი რასაც ვცდილობ რომ ვასწავლო ხალხს. დაუკვირდით და იფიქრეთ, დაუკვირდით, იფიქრეთ. დაუკვირდით რა გააკეთა ილხამ ალიევმა, რა გააკეთა აზერბაიჯანმა. ილხამ ალიევმა ისარგებლა იმით, რომ საფრანგეთი გააქტიურდა და ინგლისი სასომხეთში და ფაქტის წინაშე დააყენა, ანუ არჩევანის წინაშე დააყენა მოსკოვი და თურქეთიც რასაკვირველია, თურქეთი სადაც მოკავშირე იყო. თუმცა აზერბაიჯანი მაინც დგავს თავის დამოუკიდებელ ნაბიჯებს, რაც შეიძლება თურქეთს არ ესიამოვნოს, მაგრამ განსაკუთრებით ისრაელთან დაკავშირებით, ხო? ძალიან მჭიდროდ მუშაობს აზერბაიჯანი ისრაელთან. იმ ფონზე, რომ თურქეთი და ისრაელი მაინც ვერ მეგობრობენ. შექმნა ისეთი სიტუაცია და აჩვენა, რომ თუ ჩვენ არ დავბრუნდებით ყარაბაღში, მაშინ იქ მოვა სხვა და იქ გაძლიერდება ფრანგული და ინგლისური ფაქტორი და ჩვენ შეგვიძლია ეს ეხლა ჩვენთან პროპაგანდა სულ სხვა თემებზე მიდის, მაინც ისინი უფრო ძლიერები არიან ეს ევროპული, იმიტომ რომ ხალხია გაუნათლებელი და უფრო ეგება იმ ის ხალხს გონია რომ ევროპა თუ კარგად ცხოვრობს და კარგი ევროპაში ცხოვრობა ეს შენია და შენი არ არის. რომ შეხვიდე შენ საქართველოს ევროპაში შენი არ იქნება მაინც, იმიტომ რომ საქმე იმაში კი არ არის სად შედიხარ და საქმე იმაში ვისთან ხარ და როგორ და რა ვინ ხარ შენ, ხო? ავტობუსი შეიძლება ახვიდე, მაგრამ სადღაც იქ კუნჭულში იყო მიგდებული და მარტო იქ მე მოგცენ ცოცხ თვითონ რომ იქეიფებენ და რაღაცას გააკეთებენ, ან იგივე სასტუმროში ან შენობაში სადაც გინდათ მოგცემენ ცოცხ ხელში და გეტყვენ რომ აი დახვედეო და ოთახები დაალაგეო რა. მთავარი არის ვინ ხარ იქ. ანუ როგორც კეისარმა თქვა ერთ-ერთმა, ჯობს იყო პირველი სოფელში ვიდრე მეორე რომში. ამიტომ ჩვენ გვაქვს იგივე საშუალება, რომ რუსულ საზოგადოებას ვიმუშაოთ ამაზე, ვანახოთ ქართულ საზოგადოებასაც, რომ ვანახოთ, რომ თუ აფხაზეთი გახდება დამოუკიდებელი, ეს იქნება დიდი თავის ტკივილი რუსეთისთვის და თუ აფხაზეთი იქნება რუსეთის შემადგენლობაში, ეს უფრო დიდი თავის ტკივილი იქნება. ამაზე მე ვსაუბრობ მხოლოდ, მე მგონი მხოლოდ მე ვსაუბრობ ინტერნეტ სივრცეში ამ თემებზე, მაგრამ ხალხი ამას ვერ გებულობს, იმიტომ რომ ხალხი არ იცის, ხალხი მოწამლულია, ჯერ ისე ძილში არიან. ის საძილე საშუალება რაც გაუკეთეს 90-იანებში, ისევ იქ ევროპაში არიან, ისევ იქ სიზმრებს ხედავენ, ევროპულ სიზმრებს. და ამაზე აქ არავინ არ საუბრობს, საერთოდ რუსეთშიდაც უკვე ეხლა დაიწყეს რაღაცეები, შერვაშიძეებზე მოგითხარით უკვე რომ ნახე სიუჟეტი, რომ ნაღდი ქართველი იყო ის აფხაზი შერვაშიძეო. ანუ უკვე აჩვევენ საზოგადოებას გაარჩიონ ვინ არის ნაღდი აფხაზი და ვინ არ არის. ანუ ის რომ ნაღდი აფხაზები არიან ქართველები. აი ამას აჩვენებენ რუსულ საზოგადოებას, რომ მათ უკვე დაიწყონ იმის გაგება და ათვისება, რომ ნაღდი აფხაზები არიან ქართველები. ამას ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ და აფხაზეთი აუცილებლად დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, იმიტომ რომ თუ რუსეთიდან ვინმე აღვივებს აფხაზურ სეპარატისტს, ეს არის ინგლისის აგენტურა და მოგეხსენებათ 1000-ჯერ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ გეტყვით, ვისაც დაგავიწყდათ, რომ საბჭოთა კავშირი რო დაინგრა, საბჭოთა კავშირი დაინაწილეს მოგებულმა მხარემ, ეს ინგლისი, საფრანგეთი, ყველამ, გერმანია იქნება,
თელმა დასავლეთმა და თვითონ დასავლეთის აგენტურა ისხდნენ კაკებეში და იქ სამთავრობო სტრუქტურებში და ეს ყველა ეს პოლიტოლოგები თუ რაღაც ცენტრებზე მუშაობენ მათ ცენტრებზე და თუ ვინმე აღვივებს რუსეთიდან აფხაზურ სეპარატისტს ეს არის ინგლისის აგენტურა და თავი და თავი ამის არის ინგლისში და არა მოსკოვში. ამიტომ ისე მარტივად როგორც ფიქრობთ თქვენ, ისე მარტივად არ არის და ისე მარტივად ქვეყნები არ შენდება მით უმეტეს საქართველოში, რომელიც არის ურთულეს რეგიონშია საქართველო, ამიტომ ჩვენ გვინდა ძალიან დაკვირვება და ძალიან ბევრი ფიქრი. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.